Telecompanija negatīvs uqurab, ეს კი გადაცემა შუოთხე ქუთაისშია, რომელსაც საკმაოდ მრავალწლიანი ისტორია აქვს არსებობის მანძილზე. არაერთი კარგი ადამიანი, სასიამოვნო ადამიანი, თქვენთვის კარგად ნაცნობი ან უცნობი ყოფილა ჩვენი სტუმარი. მე კი ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში და ორშაბათიდან პარასკევამდე შეგიძლიათ ისევ და ისევ გვიყუროთ 13 საათიდან დაახლოებით 14 საათამდე. Რა თქმა უნდა, ვომასპინძლებ მონატრებულ სახეებს, ვეცდები რომ ბევრი ნიჭიერი ადამიანი გაგაცნობ და რაც შეეხება დღევანდელ ეთერს, ლევან გერსამია გვეწვია, სულით და ხორცით ხელოვანი ადამიანი, ხო? გონებით, არ ვიცი. ჩემთვის მუსიკასთან ასოცირდები, ხელოვნებასთან ასოცირდები, გილოცავ შობა ახალ წელს, მინდა ბედნიერი და წარმატებული წელი გისურვო. ასევე მოხარული ვარ, რომ პირველ გადაცემას ამ სეზონზე თქვენით ვიწყებთ და მომავალშიც მეც დავიტოვებ, რომ ხშირად შევხვდებით ერთმანეთს. თავს როგორ გრძნობ ბატონო ლევან, მოგესალმებით, გამარჯობა. მისალმები მაყურებელს, ბედნიერ წელიწადს გისურვოთ. კარგად, აქ ყოველთვის კარგად ზნობ თავს. ახალი სტუდია გვაქვს და იმედია, რომ კარგ გადაცემას გავაკეთებთ და სხვადასხვა საინტერესო და სასიამოვნო მუსიკა გაიჟღერებს, რომელიც საქართველოსთვის ავიზიტო ბარათია. ალბათ ამაშიც დამეთანხმებით. გასული წელი რა შევაჯამოთ, როგორი იყო თქვენთვის მუსიკალური თვალსაზრისით და შემოქმედებითი კუთხით? მე ძირითადად პედაგოგიურ საქმიანობას ვეწევი და ახალი მოსავლები, ახალი სახეები, ახალი ანსამბლიც, ქალთა ანსამბლიც, მოკლედ შევაკოწიწეთ, ასე ვთქვათ და ნელ-ნელა მრავლდებით. და ეს ქალთა ანსამბლის შექმნის იდეა, მე მგონი ახლახანს არ დაბადებულა, ხო? დიდი ხნის მანძილზე გაწუხებდით. მე მაწუხებდა, სხვებსაც აწუხებდა. შენ მეგობრებს, ვინც მღერის. და როგორ შემოიკრიბეთ? იყო ანსამბლი რამოდენიმე წლის უკან. იადგარი ასეთი ჩემი მეგობარი ნიკოლოზ ახვლედიანი ხელმძღვანელობდა, მაგრამ მე რაღაც არ მოახერხეს და აიშალნენ, რაღაც ოჯახი შექმნეს, ასე შემდეგ. საპატიო და სასიამოვნო მიზეზით, ხო? ჩვენთანაც არიან დაოჯახებულები, რა თქმა უნდა, მაგრამ ასე ვახერხებთ. კვირაში ერთი დღე. ეს მოძიების პროცესი როგორ მიმდინარეობდა და რამდენი ხანი? იყო 3-4 გოგონა, რომლებიც ერთი-ორი ჩემი ნამოწაფარი იყო, ერთი-ორი კიდე მაგათი მეგობრები. დაზარში გალობენ ეს გოგოები, სხვადასხვა დაზარში. მონახეს ერთმანეთი და მოკლედ ითხრეს შემომთავაზეს და გავაკეთეთ. მაგრამ მეუღლეს დაემატა, სხვა მეგობრებიც მოვიძიეთ და რამდენი 8-9 გოგო არის ამჟამად. და რა ქვია ანსამბლს? ანსამბლს ჭონა დავარქვით ისე, ბიჭების ანსამბლი ჭონა. კი ვიყავით ერთხელ აქ. კი ბატონო, ახსოვს. შარშან იყო მე მგონი. მაშინაც მე მგონი ალილოს ტრადიციებთან დაკავშირებით. ქონდა საუბარი და წელს სამწუხაროდ მოგვიხდა რომ გამოგვეტოვებინა ეს პერიოდი, მაგრამ დღეს შეგვიძლია სხვა კარგ ტრადიციებზეც ვისაუბროთ და გავიხსენოთ, რომელსაც გასაბამი დაუდეთ თქვენ. აი გოგონების ანსამბლზე მაინტერესებს ჭონა, თუ ქონდათ უკვე პრეზენტაცია ფართო მასების წინაშე, შესაძლებლობა თუ მოგეცა? ჯერჯერობით არა. ჯერჯერობით არა, რაღაც სიმღერები გავაკეთეთ, რაღაცები აღვადგინეთ სიმღერები, ძირითადად იმერული სიმღერები. ჩავერთეთ ამ ალილოს და ჭონას ტრადიციების გაცოცხლებაში, როგორც მოგეხსენებათ. იმერეთის სოფლებში დავდივართ და ასე ვთქვათ, შეძლებს დაგვარად ამ დღესასწაულებზე უბრუნებთ ხალხს, გლეხავს მათ შექმნილ სიმღერებს. იმით დავიტოვებ, რომ ჭონას პრეზენტაცია მალე შედგება ქუთაისში. თან ვიცით ხო, როგორი მუსიკალური ქალაქი ვარ და მხოლოდ ალბათ სიტყვებით არ შეიძლება ამაზე საუბარი უნდა დამტკიცდეს. ხომ არ გეგმავთ ახლო მომავალში სადმე კონცერტს თუნდაც საკუთარი ძალისხმევით? დაზუსტებით არ ვიცი, მაგრამ გაზაფხულზე ვაპირებთ. კარგით, საშობაო ტრადიციას დაუბრუნდეთ. გასული წელი მახსოვს, რომ აქტიური იყო ამ კუთხით და თქვენი იდეა იყო, ხო, რომ შემოგარენში წასულიყავით და იმ ადამიანებს ვისაც შეიძლება სითბოაკი, ანუ მიგელოცათ თქვენი მრავალხმიანობით შობა ახალი წელი წელს, რომელი სოფლები მოვიცავით? წელშობაზე ახლოს ვიყავით სასოფლო. ხო, აქეთ პატრიკეთში ვიყავით. და როგორ ჩაიარა ამ ამბობი? შორს ვერ მოახერხეთ, რადგან ბევრი მუშაობს ამ დღეს მეც მოსავლებთან მქონდა ცალკე ალილო ფოლკლორის ცენტრის ერთ-ერთ სკოლაში ვასწავლე. იმათგან ცალკე მქონდა მანამდე ალილო სხვების ასწავლიან ერთი-ორი მეგობარი, იმათაც ცალკე ალილო ქონდათ, მოკლედ ასეთი და ძალიან გაამართლა, ძალიან კარგი სოფელია, მოკლედ გვიხარია რომ ასე გადავწყვიტეთ წელს. და როგორი ემოციაა, როცა მიდიხართ ოჯახში, სადაც არ ელოდებიან
თქვათ, თქვენ არ გელოდებათ არავინ მიბრძანდებით და მე ხო ვიცი, ახლა თქვენი ვოკალი და დარწმუნებული ვარ თქვენი მოსწავლეების. არაფრით არ ჩამოუვარდება ხო მასწავლებლებს. აი, როგორი ემოციებით ხვდებიან ეს ადამიანები? მოსწავლეების ჯობია რა თქმა უნდა. როგორი თავმდაბალი მასწავლებელი? ემოციები არის აი მე რამდენად ვარ ალილოზე, რამდენიმე წელიწადია დავდივართ ჭონაზე და ალილოზე და ჩემთვისაც ყოველ ჭონაზე და ყოველ ალილოზე ჩემთვისაც არის რაღაც თითქოს პირველად ხედავთ ამ ყველაფერს ისეთი ემოციებია ხოლმე. არიან მოხუცები მაგალითად რომლებიც მარტო ხვდებიან ამ წელიწადს და მიმლოცავი არავინ აყავს. ნუ მეზობლები მას შეიძლება მიულოცონ, შეიძლება ვერც მიულოცონ, რადგან სტუმრები ყავთ სახლში ან რაღაც წასული არიან სადმე. ნუ ძირითადად სოფლებში არიან ასეთ დღეებში, მაგრამ ზოგს ცოცხალიც აღარ ყავს, შვილი ან შვილიშვილიც არ ყავს, ან საზღვარგარეთ ყავს, ან თბილისში ყავს, ვერ ჩადის და ყველაზე მეტად მიყვარს ხოლმე ასეთ მოხუცებთან შეხვედრა და ბავშვებიც ხომ მიყვარს ხოლმე, ჩვენ დავდივართ ბიჭები დავდივართ უკვე ქალბატონებიც დადიან ჩვენთან ერთად, ბავშვები დადიან და წელს უცხოელებიც შემოვამატეთ ამაზეც ვისაუბრეთ შემდეგ. ეს პირადი საუბრებში, მაგრამ აი როგორ დაგიკავშირდნენ ეს უცხოელები? და ბავშვებს რაღაცნაირად მე ვახუტებ ხოლმე მოხუცებს და ძალიან ბედნიერები არიან ხოლმე. არის ოჯახები, სადაც მთელი სანათესაოა შეკრებილი და აი ერთი რაც აკლიათ სიმღერაა ეს და აზიოზოში რომ შევდივართ ხოლმე ოჯახებში არ შევდივართ მაინც და მაინც იმიტომ რომ დიდი დრომი აქვს მაგას ამ ბევრი ვართ ხოლმე და გამოვიტანენ ეზოში პატარა სკამს ან პატარა მაგიდა აქვს ზოგს გამზადებული და ერთი დოქი ღვინო მისაღოლებელი ჭიქა და ერთ ჭიქას ვამბობთ ხოლმე ყველაფერი ქართული ხო? კალათები რა თქმა უნდა როგორც იყო ბავშვები კალათებით ეს კალათებით არიან ბავშვები ბილეულობას ხილს ჩაუდებენ, რაღაცა ფულსაც აჩუქებენ და ასე შემდეგ. ეს უცხოელები როგორ შემოვიკრიბათ? უშუალოდ ამ ტრადიციებისთვის თუ ცალკე მუშაობ ასევე ტურისტები? მე მყავს მეგობარი ამ ჭონაში ანსამში, მღერის ჩვენთან ერთად თომა მალეტი. ამერიკელი ოკლაჰომა შტატიდან არის. დაახლოებით 14 წელიწადია ცხოვრობს ქუთაისში. ნუ წვეთა ქონდა შუაში, როგორც მახსოვს 4 წელიწადი. რაც ერთი თვით მიდის და მოდის ხოლმე ხა წელიწადში ერთი ორჯერ, მაგრამ ეგ არაფერი. აქ ცხოვრობს, ქართულად ცხოვრობს, ბუხარი აქვს სახში, ღვინოს აყენებს, არახტის, მეზობელი იცის, ნათესავი იცის, სტუმარი იცის, დღესასწაულები მოკლედ, მეგობრების დაბადების დღეებს არ აკდება და არაფერს, რასაც ქართველები ვაკეთებთ ხოლმე. და მას აქვს, მას და მის მეუღლეს ბალახნისენში აქვს ისა შარშან გააკეთეს ინგლისური სწავლების ცენტრი, რაღაც ეგეთი. ინგლისურ სასწავლიან ქართველებსაც და სხვადასხვა ეროვნების ხალხსაც, ვინც არ არის ინგლისელი, ამერიკელი, არის ის ინგლისური ან ინგლისელებს ქართულ სასწავლიან და ასე შემდეგ. თომამ შემოთავაზა, რომ მოდიო ქართული სიმღერაცო ხوار ვასწავლოთო ამ უცხო ხალხსო და კიდე ნუ ამაზე კავშირს გავაკეთებ. ნუ კვირაში ერთხელ იქ ვადარებ ხოლმე გავგეთილებს და რამოდენიმე ესე უცხოელი სხვადასხვა ქვეყნიდან ცხოვრობენ ქუთაისში, მოდიან ერთი ცოლ-ქმარია მაგალითად ქუთაისში სწავლობენ და მუშაობენ, ნუ ცოლი სწავლობს, ქმარი მუშაობს. და ცხოვრობენ ზედავანში, იქიდან დადიან მოკლედ. ნუ დიდი ამბები გაქვთ. ხო. რა საინტერესო და საოცრებარი ხელოვნება ხო და ფოლკლორი, როცა შეგიძლიათ საკუთარი ქვეყნის ელჩი იყოთ და გააცნოთ სხვა ქვეყნის ეროვნების წარმომადგენლებს მოკლედ. რა ემოციები, ახლა ქართული ფოლკლორი და ხელოვნება რომ ძალიან უყვართ საქართველოს ფარგლებს გარეთ და ბევრ შეიძლება არანაკლებ ვიდრე ჩვენ ვაფასებდეთ რაღაც ხშირ შემთხვევაში ეს არ ახალია. თუმცა ამ ადამიანებთან ერთად უფრო დიდი გეგმები ხო არ გაქვთ სამომავლოდ მიცხოველებთან? ამათთან 1-2 თვე არაც დავიწყე. სულ ახლა. და ალილოზე ყავდა საყვანილი, მოკლედ ამ ტრადიციებში რა თქმა უნდა სიხარულით ჩაებდნენ და ასე მე სცენაზეც მოკლედ ამ ქალთა ანსამბლის პრეზენტაცია როცა გვექნება, ვფიქრობ, რომ ამათი პრეზენტაციას გვექნება და იმღერებენ ესენი. იმედია მალე მოხდება ეს ამბები. კი, გაზაფხულისთვის ვფიქრობ. ჭონაშიო ჩემი რჩეულით, ჩემი მეუღლეც არის შო. საკმაოდ მუსიკალური ოჯახი ხართ. თუ ზედმეტად როგორ შეიძლება ვთქვა, საკმაოდ გონი ცოტა. ზედმეტად. აი როგორ ჩთავუნერგე ახლა საკუთარ შვილებს რომ ფოლკლორის სიყვარული ეს გენეტიკური კოდია თუ რაღაც მოხდა დამატებით, მხოლოდ გენეტიკა არ ამგონია დიდ როლს თამაშობს. ზედმეტად მუსიკალური არ ვიცი რას ნიშნავს, ამიტომ ვერ დავარქვი. თუმცა ყველავე ოჯახში ვართ მუსიკალურები. მამაჩემიცაც მენა ქონდა სიმღერა
ბევრი არ იცოდა, მაგრამ რაც იცოდა მღეროდა, სწორად მღეროდა. დედაჩემაც იცის რამოდენიმე სიმღერა და ნანაზე გაზრდილი ვარ მოკლედ. ბავშვობაში ნანასთან ხარ სტუმრად თან და რაღაცა. ნანას მომღეროდა დედაჩემი, ქართლიდან არის დედაჩემი და ის მელოდია ვიცი, რასაც მიმღეროდა ქართლური ნანა არის, მაშინ არ ვიცოდი სადაური იყო. ხო, მიმღეროდა ამ ნანას და ეს ნანა ვასწავლე მოკლედ მე უცხოელებსაც. და საკუთარ შვილებსაც. ხო, შვილები, რა თქმა უნდა, პატარა ახლა ისეთი ასაკში აღარ არის, რომ ნანა ჭირდებოდეს, მაგრამ როცა პატარა იყო, ეს გოგოები უმღეროდნენ, რა თქმა უნდა, ისინი აძინებდნენ ხშირად და აღვიძებდნენ და ასე შემდეგ. ხან ნანათი აღვიძებდა, ხან აძინებდნენ. ჩემ მეუღლეც ვოკალისტი არის. დიახ. და ეს გენეტიკურათაც გადადის შვილებზე, რა თქმა უნდა, და უცა მუსიკა ისმის სულ სახში, ეს ყურიც ეჩვევა ხო ბავშვი მუსიკალური იზრდება, რა თქმა უნდა. ყველა ბავშვი არის ძალიან მუსიკალური, ასე ვთქვათ. რაც დიდი ნიჭი აქვს მოკლედ. უკრავენ სხვადასხვა საკრავებზე, მღერიან, გალობენ და ასე. ასე რომ მინი კონცერტები თითქმის ყოველდღე გაქვთ სახლში თუ როგორ არის? ხო, სახლში მაინც და მაინც ვერ ვიცვლით ხოლმე მინი კონცერტებისთვის. სამღერად და ასე ვთქვათ, ხო, იმიტომ რომ ბავშვები სწავლობენ, მე მუშაობ, მეუღლეს 1000 საქმე აქვს ოჯახში და იშვიათად მღერი ვარ ხოლმე. ძირითადად ბავშვები თუ იმღერებენ რაღაც 1-2 თუ 3 მოიყრის თავს ერთად ან მეუღლე ამღერებს ხოლმე. ძირითადად ბავშვები ამ სტუდიაში, სადაც ბავშვების სტუდია მაქვს, იქ აქვს ნასწავლია სიმღერები და მე ამ სიმღერებს დედამის ასწავლიან ხოლმე. და ხო იმედია, ლევონით შემოგთავაზებს ხო ამ კომპოზიციას, არაჩვეულებრივი ორი საკრავით ხარ დღეისათვის მოსული, დიდი მადლობა რომ არ დაიზარე. რა შეგვისრულებ, მცირე ისტორიასაც თუ მოგვითხრობ ამ საკრავებზე, გისმენთ ყურადღებით. კი ბატონო. რომით დავიწყოთ აბა? ასარჩევად გვაქვს საქმე. უცებ რაც მომყვა ხელში წამოვიღე. ეს არის ჩონგური. ჩემ მეგობრის ჩონგურია, მადლობა მას. ძალიან დიდი მადლობა მეგობრებს. ხო. ძალიან კარგი მეჩონგურია. თქვენ გადაცემაში იყო ერთხელ, როგორც მახსოვს. მოვიკითხე. ჩონგურას არის დასავლეთ საქართველოს საგრავი, ეს აღმოსავლეთ საქართველოს მუსიკალურ ტრადიციაში არ არის. მხოლოდ დასავლეთში იმერეთი, გურია, აჭარა, სამეგრელო ამ კუთხეებში იცოდნენ. ძალიან ძველი საკრავია და ქართული საკრავია, მოკლედ ასე ვთქვათ, ამაზე წესი სრულდებოდა. ვფიქრობთ ჩვენ რომ რაზეც წესი სრულდებოდა, ის არის ნამდვილი ქართული საკრავი. მაგალითად, როცა ბატონები ქონდა ბავშვს, მე ჩონგურზე მღეროდნენ ბატონების სიმღერას, რაღაც რიტუალსაც ასრულებდნენ. მოკლედ გურიაში მთელ ღამეს უცემდნენ ჩონგურზე დაკვრაში, მაგალითად ეს დიდაბერ ვიცით ანზორ არტემ ერქომაიშვილის ხელნაწერებიდან. და მოკლედ დღესაც ვინარჩუნებთ ამ ტრადიციას. დღესაც ვცდილობთ რომ შევინარჩუნოთ. იყო რამოდენიმე წლის უკან მოსაზრებები რომ ჩონგურზე არ იყრება ბევრი რამე და ასე შემდეგ და მოკლედ ჩვენ დაგვავიწყდა საკრავებზე დაგვრის ტრადიცია დავივიწყეთ ჩვენ. დაკვრა დაგვავიწყდა საკრავებზე, თორემ ის არასწორი ნათქვამია და არასწორი მოსაზრებაა რომ არ იყრება ხალხურ ფანდურზე და ჩონგურზე ბევრი რამე. რაც არის ზედ დასაკრავი, ის იყრება. სხვა რამეც იყრება, ჩვენ ბლუგრასაც უგრავთ ხანდახან და სხვა რამესაც. როკ-ენ-როლსაც ხო? ხო. უბრალოდ რაც უხდება, იმას უგრავთ უფრო. და დღესაც შემოგთავაზებ? არ ვიცი, ნახოთ რავი, რაც მომყვება ხელში. აბა მეტი დავიწყოთ.
ნათელი მაგალითი იმისა, რომ თუნდაც აი ამ მოკრძალებულ სტუდიაში შეიძლება ჩონგურის უკიდეგანო შესაძლებლობები შესახებ დავრწმუნდეთ, ხო? ლევან. ცოტა გადავეჩვია დაგვრას. რატო? ვარჯიში უნდა. ვარჯიში უნდა, მაგრამ აი რას ნიშნავს ხო ხა რამდენი წელია მოდიხარ თქვენ და ეს ქართული საკრავები? ალბათ ყოველი შეხება რაღაც განსაკუთრებულია და სხვანაირია, ხო? საკრავთან ურთიერთობები. საკრავთან არ უნდა დააგვიანო ურთიერთობა, როცა რაღაც იცის ხოლმე მოსვლა აზრებმა. მოკლედ და იმ თუცე უნდა აიღო ხელში. ძალიან გული მწდება ხოლმე, როცა არ მაქვს საკრავი იქ, როცა რაღაც აზრი მომივა. მოგაწვება ხო ესე რომ ვთქვათ. ხო, მუზას მომეძახიან. მოგბრძანდება. ხო, და ხშირად არ მაქვს ხოლმე და ან გაკვეთილს ვატარებ და ფიზიკურადაც არ მაქვს და რაღაც ეგეთები ხდება ხოლმე. ვარჯიში უნდა ინსტრუმენტს ძალიან ბევრი სპორტივითაა და მე მოდუნება იცის. ხო, გადაჭრა. მაგრამ სიყვარულს ვერ დაივიწყებ. არა, რა სამბობ. როგორ ვიკადრე ეს ყოველი? ვთილობ, რომ აი მაგალითად არის სიმღერები, რაც ჩონგურზე არ არის და რაღაცები ხანდახან გადამაქვს ხოლმე ჩონგურზე და არ გამომიქვეყნებია სოთა შორის, ნახოთ მე ბავშვებს ავამღერებ და იმედია დროს იპოვი. ნახეთ ალბათ არა. ძალიან ცუდია, როცა მშობლები ხშირ შემთხვევაში შვილისთვის გამოიგონებენ ხოლმე რაღაც ინტერესან პროფესიას თავად არჩევენ. მაგრამ აი როცა დაინახავენ, რომ ბავშვს აქვს რაღაც ინტერესი ინსტრუმენტისადმი, ჩვენ შეგვიძლია ამ შემთხვევაში თქვენ რაღაც კეთილი რჩევები დაუტოვოთ მშობლებს, დედას, მამას. როცა რაღაც ინტერესი დაინახავენ ბავშვში, რომ აინტერესებთ ინსტრუმენტი, რას უნდა მიაქციონ ყურადღება, ან ეს შვილის ინტერესები როგორ უნდა დახვეწონ და რატომ არის ყველაზე უწყინარი ქართული ფოლკლორი და მუსიკა? პირველ რიგში როგორც მშობელი იმას ვიტყვი, რომ როგორ შეიძლება ბავშვს რამე დააძალოს საერთოდ. შეიძულებს იმას. უნდა დააინტერესო ბავშვი. და მშობლის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია რაც არის ბავშვი აღმოაჩინოს ნიჭი. რისი ნიჭი აქვს? მაგითო დაგვავს ბავშვები ცეკვაზეც, სიმღერაზეც და სპორტზეც და ასე შემდეგ. ხო, თუ ბავშვს უნდა ეს რა თქმა უნდა რაღაც გამოავლინოს, შეიძლება თამაშობის დროს გამოავლინოს რაღაც ფეხბურთის ნიჭი დაუშვათ, ხო? შეიძლება ან მუსიკის და ასე შემდეგ. ჩემი შვილები რაღაც სხვადასხვანაირად ავლენენ მუსიკალურის რაღაც ზოგი რიტმებშია ძალიან და ასე შემდეგ. აი პატარებმა მაგალითად საერთოდ არავის არ გვისწავლებია თვითონ აწყობენ რასაც უსმენენ უფროსებისგან. ურხელშიც აწყობს რაღაცებს ერთ-ერთი მაგალითად. სხვადასხვა კილოებში უგრავს ხოლმე კიდე ერთი. ხო და არის ხოლმე როცა შეატყობ ბავშვს და ამას უნდა ხელი მოუმართოს მე მშობლებმა. ხო შემხედრია მშობლები ისე არ ვამბობ რაღაც გასაკიცხად პედაგოგი ვარ და შემხედრია მშობლები რომლებიც ამბობენ რომ რამე სიმღერება აგერ რაღაც სხვა რაღაცაზე დაღავს, იმიტომ რომ თვითონ უნდა მშობელს ის არა და ბავშვი ყოფილა საოცარი. ერთი დაკარგულა ხო არა? ერთ-ერთი მოსავლე მყავდა, ჩემსავით ამბობდა კლიმანჭოს, საოცარი ხმა ქონდა, მოქნილობა ამ ხმაშიც და ტემბრი და ყველაფერი. ძალიან საოცარი ბავშვი იყო. არა, მამამის არ ქონდა მოკლედ. ამის ინტერესი და არცად არა ხო, ცოტა ხანი იარა და მე რაღაც ვერ ასწრებდა. ასეთი ამბავია და არ შეიძლება ხო ესეც ნიჭის გაფანყვა? ბავშვი ცოდოა მე ნებისმიერი ადამიანია ცოდო როცა რაღაც შიგნით გაქვს და ვერ გამოხატავ ამას მე ცოტა ფსიქიკაზეც მოქმედებს. ბატონო, ისე რომ არ შეიძლება ამ სპონსორი. რა თქმა უნდა. ჩვენთან დაინტერესება როგორ არის ახლა თეისის მასშტაბი? ხო, მაგის თმას ვაფერედი ახლა. ძირითადად არა ესე დაიმთხვა შეკითხვა და ჩემი პასუხის გაგრძელება. მოკლედ, ძირითადად რაღაც ინსტრუმენტებით არიან დაინტერესებული რატომღაც, იმიტომ რომ ტელევიზიაში, რადიოში რაღაც და ინტერნეტ სივრცეში უფრო გაპიარებული არის თან ფანდური ეს. ეს ფანდური არის ცოტა 1937 წელს გადააკეთა კირილე ვაშაკიძემ ის ფანდური ძველებური არ მოეწონა ეს ქართული საკრავები იმისთვისაც ჭირდებოდა. რაღაც სიმფონიური ორკესტრები დააჯინა ბევრი ჩონგურები, ფანდური გადააკეთა, ლადები შეუცვალა და ქართული ბერათაწყობის ნაცვლად ეს ევროპული კლასიკური, ასე ვთქვათ, დაალაგა, ჩონგურს ლადები გაუგეთა, ჭუნირს სვანები რომ უკრავენ, მოუხარა ის ტარი ვიოლინოსავი და თითო სიმზე აკრებიებდა, როცა სამხმაში იკრება ჭუნირი.
ასე შემდეგ რა. ხო და სხვა მუსიკის დასაგრავად გააკეთა ეს. ხო და დღეს ადომღაც აგრძელებენ ამას მოკლედ და გონიათ რომ ეს ხალხური საგრავია. ცუდზე და კარგზე არ ვამბობ. ზოგს გონია რომ რადგან ვიძახი არ არის ხალხური საგრავი, ეს ცუდია ვიძახი. ხო არ არის ხალხური როკ-ენ-როლი, მაგრამ მომწონს ხო. ხო ცუდს ხო არ ვამბობ არაფერს. უბრალოდ ერევათ ერთმანეთში და ხალხური გონიათ ის საგრავი, რომელიც გაპიარებულია დღეს. და ის სიმღერები, რომლებიც ამ ფანდურისთვისაა შექმნილი, ამ ფანდურზეა შექმნილი, ფოლკლორი გონიათ. ხო ეს რთელი თემა არის და ახლა არ მოესწრება ეს ამის. გადავდოთ ეგ შემდეგ ის. ამის ალბათ 1 საათი უნდა ვისაუბროთ ამაზე რომ. მაგრამ ინტერესია არის ალბათ ეგეც არის. რა არის ფოლკლორი და რატო არ არის ის ფოლკლორი და სხვა მუსიკა. კარგზე და ცუდზე არ ვამბობ კიდევ ერთხელ ვამაყურებ ყურადღებას. ჭმუნმები ემართებათ ხოლმე ზოგს ამაზე საუბარს შევიწყებ ხოლმე. აუ შენ არ მოგწონს. არ მომწონს კი არა. მომწონს არ მომწონზე არ ვამბობ. ფოლკლორი ეს არის, ის არ არის ფოლკლორი. ყველაფერს თავისი სახელი აქვს. ხო და ქართული სიმღერა და სიმღერიდან გამომდინარე საგრავების ზოგადად თუ ვინც იცნობს კარგად ქართულ მრავალხმიანობას, იმან იცის რომ საგრავი არის სიმღერის თანხლები ჩვენთან, ჩვენს ტრადიციაში და არა სიმღერა არის იმის თანხლები მოკლედ. ჩვენ ძირითადად ასეთ მუსიკას ვისმენთ. მოკლედ საგრავისაც ეთყობა ეს მრავალხმიანობა მოკლედ. და ეს უნდა ისწავლოს ბავშვმა თუ ვინმეს მოკლედ სწავლა უნდა ამისი ჩვენ ვასწავლით ბავშვებს ერთმანეთთან ურთიერთობას სიმღერით. ყველა სწავლობს ყველა ხმას, რავით არის დირიჟორობა და მასწავლებლის ჩარევა სცენაზე. მაყურებელი ვარ ხოლმე, ან გულისებიდან უყურებ, ან მაყურებლებიდან თვითონ აკეთებენ ხოლმე ყველაფერს. ბავშვები სწავლობენ ერთმანეთთან ურთიერთობას თამაშებით და ასე შემდეგ და ათამაშებ ხოლმე ხანდახან რაღაც მუსიკალურ თამაშებს, ზოგს მე ვიგონებ, ზოგი ზოგსგან ვიცი და ასე შემდეგ. და ყველა ხმას რო სწავლობს, უფრო კარგად და გააზრებულად ღერის და წამოიზრდება, შეიძლება არ გამოგიდეს მომღერალი და სადმე დააჭირდეს სიმღერა და ის იმას არ იტყვის, უი მე მარტო მეორე ხმა ვიცი და ვერ აკვები ახლა შენ და ასე შემდეგ. და თან ისეთი უნარჩვევები უმუშავდებათ, რომელიც ცხოვრებაში გამოადგება. თან ხდება რომ ყველა ერთნაირია და არავინ არავისზე მეტი არ არის და უშუალოდ ამას ამ ბავშვს უკეთესი ხმა აქვს ვიდრე ამას. და მარტო ის ღერის სოლოს და ანჩენები არ ღერიან და ეს არ არის ჩვენთან. ყველა ძანაბარი ვართ მოკლედ. თანასწორებული. რა თქმა უნდა. კარგი დავანვით და დღეისათვის ნელ-ნელა ადამიანშვიდობები, რაიმე კონკრეტული მივიწყებული ტრადიციის აღდგენას ხომ არ გეგმავ. გასული წლის გადაცემა გამოხსენდა და ყანის აღებაო სიმღერითო. ეს ტრადიცია თუ გააცოცხლეთ? არა, დრო ხომ წერეთ ბახშოსად რა. დრო ვერ მოუძებნეთ ახლა მაგისტვის ცოტა დაგეგმა უნდა მაგას და მაგასაც ვფიქრობ რომ ამ წელიწადს იმედია მოვახერხებთ. სხვა ტრადიციას რაც შეეხება რაიმე იდეა ცოტა ხალხის ზოგი თბილისში გადავიდა რაღაცა ახალი ბიჭები მოვიდნენ ხელახლა დამჭირდა რაღაც სიმღერების გაკეთება. ანსამბლში სადაც მოკლედ რაღაც ანაზღაურებას ვერ ღებულობს ადამიანი, მე რაღაც სამსახურებს ეძებს აკეთიკეთ და როცა ქალაქში აღარ არის უკვე ვერ მოდის მოკლედ. ხო. ანუ ეგ შესაძლებელი გვაქვს. კი ბატონო. კიდე გვაქვს აი მაგასაც. აი მაგას რომ აღვადგენთ, მოგზანდით შრომის პროცესში გადავიღოთ. დიდი სიამოვნებით. ახლა მომავლის გეგმები რა არის? აი თუნდაც ასაკობრივებთან, თუნდაც პირადად თქვენთან, რამეს თუ გეგმავთ კონცერტს ქუთაისში, ქუთაისის ფარგლებს გარეთ? ქუთაისშიც გეგმავთ და სხვა კუთხეებშიც უბრალოდ ასე ჯერ დაგეგმილი არ გვაქვს. წინასწარ ვერ ვიტყვი, როცა დავგეგმავთ და უკვე თარიღიც იქნება და ლოკაციაც, შემდეგ გავახმაურეთ. კი ბატონო, იმედია გავიგებთ ჩვენც და სიამოვნებით გეწვევით. ბევრი წარმატება მინდა გისურვოთ პირადად თქვენ და თქვენს მოსწავლეებს. ამჟამინდელსთან, ვინც მომავალში დაგეკავშირდებათ და ქართული ფოლკლორის კეთილშობილებას ასწავლეთ და შემდგომ ისინი გაავრცელებენ. შემდეგ საკრავზეც გადავიდეთ თუ არ დაიზარებ. ხო, კი ბატონო. დღეისათვის და საკრავზე თქვენით ხო? ეს არის აჭარული საგრავი. დიახ. ჭიბონი. ჭიპონს ეძახეს ზოგი ჭიბონი ქვია. რაჭველებსაც აქვს ასეთი, ოღონდ ეს სტვირია უფრო მოზრდილი და ერთი ნახრედით მეტი აქვს და იმას უფრო თბილი ხმა აქვს, ამას ჭკბინა ხმა აქვს. ხო. იყო ქართლშიც იყო, მაგრამ დღესდღეობით აღარ არის. აი ის იმასაც თბილი ხმა ქონდა ასე ვთქვათ. სხვადასხვა ქვეყნებსაც აქვს და გვინახია შოტლანდიაშიც გვინახია მაგალითად, უბრალოდ სხვანაირებია ისინი, რა თქმა უნდა, ეს სხვა წყობის აქვს, უფრო გრძელი, ზოგს ბევრი აქვს ასეთი და ასე შემდეგ.
სხვადასხვანაირი არსებობს. ეჭვება პატიოსანი. მოსამზადებელი პერიოდით მოიცავს ხო რამოდენიმე? ხო, ცოტა დრო მიაქვს. შეგვიძლია ვისაუბროთ. დაგელოდებით, მაგრამ საუბარს და მომზადებას ერთად როგორ მოვასწროთ, ეს ნამდვილად აღარ ვიცი. ძალიან დიდი მადლობა ლევან. კიდევ ერთხელ ბედნიერ წელს გისურვებ, ნაყოფიერ შემოქმედებითი თვალსაზრისით, ასევე პირად წარმატებებს და მახარებს ის ფაქტი, რომ ეს პირველი გადაცემა საკმაოდ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ თქვენთან ერთად დავიწყეთ. მადლობა, იმედია მომავალში ხშირად გეხილავთ ჩვენ სტუდიაში თქვენს მოსწავლეებთან ერთად. და სხვა ინსტრუმენტებსაც ავახმაურებთ, ესე ლამაზად და კოხკად. მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. ძალიან დიდი მადლობა. ძვირფასო ტელემაყურებლებო, გადაცემის პირველი ნაწილი ამით დასრულებულია. ლევან გერსამია იყო ჩვენი სტუმარი. დაგვალოდოთ რამოდენიმე წუთში ისევ დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში დროებით.